კახეთში ტექნოლოგიების თვესთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა. ღონისძიებას ახმეტა თელავმა და გურჯაანმა უმასპინძლა. ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრების მიზანი იყო უფრო აქტიური ჩართულობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში. ღონისძიებები პარლამენტის ვიცე-სპიკერის ნინო წილოსანისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მარიამ ლაშხის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრებზე სხვადასხვა საკითხები განიხილეს და ახალგაზრდებს კვლევის შედეგებიც გააცნეს, რომელიც განათლების სისტემის, შრომის ბაზრისა და საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზს ეხებოდა. ტექნოლოგიების თვეს კახეთში აღნიშნავთ პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის მათ შორის ტექნოპარკების ჩართულობით ჩვენ ახმეტიდან უკვე თელავსა და გურჯაანში გადმოვინაცვლეთ. იყო უზომოდ საინტერესო შეხვედრები იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად გავაცანით სახელმწიფო პოლიტიკა ტექნოლოგიების მიმართულებით და ამავდროულად გვყავდა ძალიან საინტერესო ტრენერი, რომელმაც კოდინგთან დაკავშირებით ჩაუტარა ახალგაზრდებს საინტერესო ტრენინგი. აღნიშნული შეხვედრა ემსახურებოდა ახალგაზრდების დაინტერესებას და ჩართულობას ტექნოლოგიების მიმართულებით. ეს არის საკმაოდ მზარდი სექტორი, არა მხოლოდ მსოფლიო მასშტაბით, არამედ მათ შორის საქართველოშიც და ახალგაზრდებისთვის ეს არის დასაქმების და თავისი შესაძლებლობების გამოჩენის ახალი პერსპექტივები. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აღმოვაჩინოთ ახალი შესაძლებლობები რეგიონში. ამასთან ერთად კოდირება, ტექნოლოგიური უნარები ეს დღეს არ არის ფუფუნება და ყველას უნდა ქონდეს შესაძლებლობა STEM განათლებაზე. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიგნება იმ ჩვენი კვლევისა, რომელიც პარლამენტმა ჩაატარა, მათ შორის საკანონმდებლო მიმართულებებით ცვლილებების საჭიროებებზე, მათ შორის დასაქმების მხრიდან საჭიროებებზე, რომელიც უნდა მოხდეს ცვლილებები იმისათვის, რომ STEM განათლება კიდევ უფრო მეტად იყოს ხელმისაწვდომი და ახალგაზრდებს შესაძლებლობა გქონდეთ როგორც კოდირების, ასევე დღესდღეობით ყველაზე საჭირო უნარებით იყვნენ აღჭურვილები იმისათვის, რომ ერთის მხრივ იყვნენ მაღალკვალიფიციურ, მაღალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმებულები და ამასთან ერთად შეძლონ საკუთარი ინოვაციური, კრეატიული იდეების განხორციელება. ძალიან საინტერესო შეხვედრას დავესწარი, ღონისძიებას, რომელმაც უდიდესი ინფორმაცია მომცა ამ ტექნოლოგიების სფეროში. ამ შეხვედრის შემდეგ დამბადა ისეთი, ასე ვთქვათ, მოსაზრება, რომ კიდევ უფრო გამეღებავებინა ჩემი ცოდნა ტექნოლოგიების სფეროში, შევისწავლო ხელოვნური ინტელექტი, მათ შორის STEM საგნები. ძალიან ბევრი რამ გავიგე ამ ტრენინგზე, თუნდაც ის, რომ ძალიან აქტიური არის STEM პროფესიები, მიმართულებები, როგორ გავხდეთ STEM პროფესიის ადამიანი. ხელოვნურ ინტელექტზეც იყო საუბარი, რაც ძალიან საინტერესო იყო, გავიგეთ როგორ მუშაობს, რა ისტორიის მქონე არის, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორ ვითარდება და რა შედეგებს შეგვიძლია მივაღწიოთ.